რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარედ, სადაც უკვე მე-60 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან და აპროტესტებენ ხელისუფლების პოლიტიკას. მათი მოთხოვნები არის უცვლელი. პირველი მოთხოვნა არის, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და მეორე მოთხოვნა არის, რომ გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გეტყვით, რომ რუსთაველის გამზირი ამ წუთებში არის გადაკეტილი. აქ მოსულები არიან მოქალაქეები, სხვადასხვა ბანერებითა და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ჩვენ ახლა შეგვიძლია, რომ გავესაუბროთ აქ მოსულ ხალხს, რომელიც აპროტესტებს უკვე მე-60 დღე, ანუ დაახლოებით 2 თვეა ხელისუფლების პოლიტიკას. მე ახლა გადავინაცვლებ გიორგი ტუმასიანთან, რომელიც გახლავთ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული და სწორედ დღეს გაიმართა მათი მარში. და გიორგი, მოგესალმებით. გითხარით მოკლედ მარშის შესახებ და ასევე გითხარით თქვენი მთავარი სათქმელი და რა მოვლენებს ვადევნებთ ახლა თვალს. თბილისის პოლიტიკური სწავლის სკოლა 1999 წელს დაფუძნდა საქართველოში. ეს ევროსაბჭოს პროგრამა, სადაც ბევრ ქვეყანაში ბუძდება და 25 წლის განმავლობაში ეს სკოლა ბატონი არმაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით აფუძნებდა საქართველოში დემოკრატიულ კულტურას და დღეს ჩვენ ხედავთ სწორედ დემოკრატიული კულტურის დეფიციტს საქართველოში. ეს არის არამხოლოდ ერთპარტიული მმართველობა, არამედ ერთპიროვნული მმართველობა რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის. სწორედ ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ დღეს სკოლელებმა, ყველა წლის კურსდამთავრებულებმა და მარშით დავიძალით პარლამენტისკენ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნა. ეს არის რა თქმა უნდა ახალი სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები, რომელიც აისახება, რომლის შედეგადაც ის, რომ საქართველო ერთპარტიული არ არის და მრავალპარტიულ დემოკრატიას საჭიროებს და რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ ტყვეს, მზია ამაღლებელს, ანდრო ჭიჭინაძეს, ვია ცეცხლაძეს და ყველა დანარჩენს, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. მე გეტყვით, რომ კვლავ გრძელდება საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე და უკვე 2 თვეა, რაც მოქალაქეები სწორედ აქ იკრიბებიან და ტრადიციულად დაახლოებით 9 საათისკენ უკვე იკეტება ხოლმე აქ გზის სავალი ნაწილი და დღესაც ჩვენ, როდესაც აქ მოვედით, სწორედ აი იმ წუთებში დაიკეტა ეს სავალი ნაწილი და მოქალაქეებმა გადაინაცვლეს უკვე იქითკენ, სადაც მოძრაობენ მანქანები და ახლა მე გადავინაცვლებ ასევე სიმონ ჯანაშიასთან, რომელიც გახლავთ განათლების ექსპერტი და ასევე ის არის თავისუფლების მოედნის წევრი. ბატონო სიმონ, მოგესალმებით. გითხარით თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს უკვე 60 დღე შესრულდა, რაც ქართველი ხალხი გამოდის ასე და აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას. გითხარით თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს აი ასე აქ დგომა და ასევე გითხარით თუ რა მოვლენებია ახლა ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ეს შეკრებები არა მხოლოდ იმისთვის, რომ აჩვენოთ, რომ უკან არ ვიხევთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რასაც ვითხოვთ, რაც არის პატიმრების გამოშვება და ახალი არჩევნების ჩატარება, მაგრამ ეს შეკრებები ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიის ნამდვილი ადგილი საქართველოში. სხვა ინსტიტუტი კუშის გარდა საქართველოში დემოკრატიული აღარ არსებობს. პარლამენტი არის ერთპარტიული, ხედავთ იმას, რომ სკოლები აღარ იკრიბება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტები და მართავს სუსი უნივერსიტეტები აღარ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ რექტორებიც ცდილობენ შეზღუდონ საკუთარი სტუდენტები და პროფესორები, საზოგადოების სხვა წევრები იზღუდებიან თავისუფლებაში და რეალურად ქუჩა, რუსთაველი ან მოედნები, სხვა ქალაქების ქუჩები არის ერთგვარი აგორა, სადაც ხალხი იკრიბება და მსჯელობს მომავალზე, დღევანდელობაზე, იმ რეპრესიებზე, რომელიც მიმდინარეობს, იმ პასუხზე, რომელიც ჩვენ უნდა გავცეთ და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ შევიკრიბოთ. დიდი მადლობა ბატონო სიმონ. მე გეტყვით იმას, რომ საპროტესტო აქციაზე მოსულები არიან ასევე ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელის მეგობრები. ისინი ასევე ვინც მას ცნობენ და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მზია ამაღლობელი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი და სწორედ დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ ერთ-ერთი ქალი არის მოსული აქ სწორედ ბანერით, რომელსაც აწერია თავისუფლება მზიას და ახლა ჩვენ მასთან ვინაცვლებთ, მოგესალმებით, გაეცანით მაყურებელს პირველ რიგში და გითხარით, რას ფიქრობთ აი ამ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ჩვენი კოლეგის მზიას შესახებ.
ზიას შესახებ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ მე ვარ ჟურნალისტი, მუშაობდი გაზეთ ბათუმელებში და ზიას ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი ვინ არის, რა პრინციპის ადამიანია და ამის მიუხედავად ჩემთვისაც კი რა ვიცი, და არა მარტო ჩემთვის, ალბათ მისი პრინციპულობა არის, რა ვიცი, გადამდები და არ ვიცი, ბევრი ალბათ ვერ დაიკვეხნის იმ გამბედაობით, რომელიც მზიას აქვს. და რა თქმა უნდა მე ყველა ეთერში და ყველა ჯერზე როცა მიწევს ხოლმე ამის შესაძლებლობა როცა მაქვს ვამბობ რომ თუ ამ ხელისუფლებას ოდნავ მაინც რაციონალიზმი ან გონიერება შერჩენია თავისთვის მაინც თუ ფიქრობს უნდა იცოდეს რომ ზია ამაღლობლის საყოველთაოში ყოფნა მისთვის სერიოზული პრობლემაა ეს გამოჩნდა თუ ამქამდე ვერ დაინახეს ეხლა მაინც უნდა ხვდებოდნენ რომ ასე ადვილი არ იქნება ზია ამაღლობის პერსონალურად და ადამიანის რომელიც მედიის სამსახურშია წლების განმავლობაში და მისი პრინციპულობა არასოდეს არ დაუთმია იმ ადამიანის ციხეში ყოფნა სერიოზული პრობლემა იქნება ამ ხელისუფლებისთვის და მე კიდე ერთხელ ვისარგებლებ ამ ეთერით და ანუ ვრჩევას მივცემ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას რომელიც მხოლოდ ძალის პირობით ლაპარაკობს და მისი ერთ-ერთი შესაძლებლობა ეგ არის რომ რაც აქ დღეს ძალაუფლება რომელსაც ბოროტად იყენებს ამ შემთხვევაშიც კი ის ვერ მოერევა მზია ამაღლობას და ისევ თვითონ ჯობია მოიფიქროს პირობა და საშუალება იმისთვის რომ მზია ამაღლობელი გარეთ იყოს იმისთვის რომ თვითონ მაინც რაღაცნაირად სახე დაკარგულებმა არ წავიდნენ და სახე დაკარგული აქვს ყველანაირად მაგრამ თავი რომ გადაერჩინათ მეტნაკლებად ისინი ხელისუფლებას მოჩობდებიან მაგრამ ცხოვრების გაგრძელება თუ უნდათ ჯობია რომ დროზე დაფიქრდნენ და გონს მოეგონ და მიხვდნენ რომ ასე ადვილი არ იქნება მედიის ჟურნალისტების და ხელოვანების და საერთოდ თავისუფალი ადამიანების გამომწყდება არ არის ეგ მარტივი საქმე და მე მგონი ჩვენი დამოკიდებულება ზიას პერსონალური დამოკიდებულება როგორც ის იქცევა იძლევა პირობას იმისთვის რომ გაიგონ რომ ადამიანები აქ სერიოზულად არიან განწყობილები და ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის სიტყვის თავისუფლება ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენდით ერთ-ერთ მოქალაქეს რომელიც ასევე არის გამოსული საპროტესტო აქციაზე და თქვენ ხედავთ რომ აქ კიდევ და კიდევ მოდიან მოქალაქეები და რუსთაველის გამზირი კვლავ უკვე 60 დღეა რაც ამ დროს არის უკვე გადაკეტილი აქ ეწყობა სხვადასხვა მარშები და შესაბამისად არის სხვადასხვა მარშები მაგალითად დღეს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მარში იყო და ასევე დამკვირვებლებისაც გუშინაც რამდენიმე მარში იყო და ეს ტრადიციულ სახეს იღებს, ასე ვთქვათ. მე ახლა ასევე გადავინაცვლებ და გავესაუბრები ჩვენს სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც იმყოფებიან საპროტესტო აქციაზე. მე ახლა გადავინაცვლებ ერთ-ერთ მოქალაქესთან, ანტონ მოგესალმებით, რომ გითხრათ თუ რას ვადებნებთ ახლა თვალს და როგორია პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ვითარება საქართველოში, რომ გითხრათ. საჩხუბიც ხორცებ. როგორ შევაფასებდით, როგორი შეიძლება იყოს? წინე, რა თქმა უნდა, ველოდებით, ცვლილებებს ველოდებით. უკეთესობას, რა თქმა უნდა, და ამ იმედით გამოვდივართ ყოველდღე, რომ შეიცვალოს და ისთვისაც ათასობით ადამიანი ხან მეტი ხან ნაკლები დგას გამუდმებით რუსთაველზე პარლამენტის წინ ჩვენი ხმა მოისმინონ და გაიგონ სამწუხაროდ ჩემხვედრი ნაბიჯები ცირია და ვერ ხედავთ ჯერ რამდენად მნიშვნელოვანია რომ გითხრათ აი უკვე მე-60 დღე ვხედავთ რომ მოქალაქეები მაინც არ იშლებიან გამოდიან და აპროტესტებენ პოლიტიკას რაც მათთვის არის მიუღებელი აი ამაზეც რომ გითხრათ სადამდე შეიძლება როგორ ფიქრობთ რომ ეს გაგრძელდეს ამ პროცესის უწყვეტობა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღე ხალხის აკყოფნა ადასტურებს იმას რომ ძალიან საჭიროა ეს ყველაფერი და ამას უბრალოდ ალტერნატივა არ გააჩნია. კიდევ და კიდევ ამას დაემატება ადამიანები, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ჩავთვალოთ, რომ თუ თქვა დღეს არის 1-2 ადამიანი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა ეს ყოველდღე ყველა ვერ გამოვა. თუმცა კიდევ და კიდევ იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იქნება ეს ლარის კურსი თუ სხვა საერთაშორისო იზოლაცია რაც დაარყავს ჯიბეს, ეს აუცილებლად გამოვა. ამიტომ ამის შეწყვეტა არ შეიძლება, უწყვეტობა უნდა გაგრძელდეს. სანამ კიდევ და კიდევ არ მოიმატებს ამის ტალღა.
დიდი მადლობა თქვენ უსმენდით კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც არის გამოსული სწორედ აი ამ საპროტესტო აქციებზე და როგორც გითხარით, გრძელდება, აი კადრშიც შეგიძლიათ ახლა რომ ნახოთ თუ რა ვითარება რუსთაველის გამზირზე. თქვენ ხედავთ რომ აქ არიან გამოსული ხალხი, რომლებიც აპროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას და ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და ისინი ითხოვენ, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ასევე გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. ჩვენ ახლა ასევე შეგვიძლია რომ მოვისმინოთ სხვა მოქალაქეების აზრიც, თუ რა არის მათი მთავარი სათქმელი და მე ახლა გადავინაცვლებ ადამიანთან, რომელსაც უჭირავს აი ასეთი ბანერი, მოგესალმებით და გითხარით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც გვიყურებენ და გაეცანით მაყურებელს. მე ვარ 16 წლის ბიჭის დედა და ბავშვთა უფლება დამცველი. ეს ბანერი მიყავია იმიტომ, რომ ვიცი, რომ ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც აქ ვდგავართ, განურჩევლად ნებისმიერი მოსაზრებისა, ერთ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს ასეთივე რეჟიმის ტყვე, როგორც დღეს არიან მართლა მძევლად აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. განსხვავებული პროფესიის ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ ისინი მოხვდნენ იმ დღეს, იმ კონკრეტულ ადგილას, ამ სისტემისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვინ არის, რა საქმეს ემსახურება, რამდენად კანონმორჩილი პატიოსანი მოქალაქეა, ამ სისტემისთვის მთავარი არის ის, რომ კვერს არ უკრავს მათ. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მოთხოვნა 60 დღის განმავლობაში გახლავთ ის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, ხალხს მიეცეს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი რეალური ნება სამართლიანად და გათავისუფლდნენ ის ტყვეები, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაკავებული. მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს, რომელიც ამ 60 დღის განმავლობაში აქ მოდის, რომ გავერთიანდეთ, გავაგრძელოთ ბრძოლა, გავაგრძელოთ ჩვენი ხმის ამოღება, ხმის ამაღლება, იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს დავასრულოთ არსებული რეჟიმი და გადავიდეთ იმ პირობებში, როგორც არის ნორმალური ჯანსაღი სახელმწიფო, სადაც ადამიანებს თავისუფალი სიტყვის გამო არ იჭერენ. დიდი მადლობა თქვენ უსმენთ ასევე ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც ისაუბრა თუ რატომ დგას აქ და მისი მთავარი სათქმელი, რაც იყო თქვენ პირდაპირ ეთერში მოისმინეთ, თქვენ გესმით ახლა შეძახილებით ასევე სასტვენების ხმა, ხალხი არის მოსული სხვადასხვა ბანერებითა და ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, აქ არიან სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი გამოვლენ აქ რუსთაველის გამზირზე და გააპროტესტებენ ხელისუფლების პოლიტიკას იქამდე, სადაც მათი მოთხოვნები არ შესრულდება და შეგახსენებთ ასევე აქ მოსული ხალხის მოთხოვნებს, ეს არის ხელახალი არჩევნების დანიშნა და იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. ახლა კი დაგიტოვებთ კადრებს, თხოვ ოპერატორს, რომ გაჩვენოთ კვლავ რუსთაველის გამზირი, თუ რა ვითარება არის აქ. თქვენ ხედავთ მოქალაქეებს, რომლებიც არიან კვლავ შეკრებილები და რომლებიც აპროტესტებენ ხელისუფლების პოლიტიკას და ისინი ამბობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან იქამდე და ისინი გამოვლენ, სანამ საქართველოს კვლავ არ გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ და სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლებიან პირები, რომლებიც საპროტესტო აქციებისას დააკავეს.